ილამშვიდობის ახალ ტრადიციულად ჩემ ვიდეო ჩანაწეს ვაკეთებ დილით. რატო დილით? უსაშინელეს სიცხეები ამჟამად. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. ეს რაღაცა ელ ნინიოა თუ რაღაცა ჯანდაბა 9-10 საათის შემდეგ რო იტყვიან როგორც დღეს ტრადიციად იქცა ამის ათენი რო გაიპარება ხოლმე და გამოიწვება ისე გამოიწვევი ხოლმე მეც ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ. გარდა იმისა რომ რო იტყვიან შევიკეთები ჩემ ბუნკერში, არა, უშევლეს არავის კი მივიღე ეს შენიშნა პენსიონერი ხარო და უღურებო პენსიას ოდის მოგცემ. ნუ რას უგაცრავად რა ადამიანს თუ ხელი მოძრაებს ტვინით აზროვნებს ხო ის არასოდეს არ დარჩება უმუშევარი და ორ კაპიკს მაინც ეშოვის. კერავ ძველ ნასწავლ ხელობას მივდევ ცხელი საქსესუალებს ავირები, ავშრები, ხამუთები ოღონდ უნაგირები არა. ხშირად მიერეკავი რომ უნაგირებს კერავ თუ არაო. და რა უნდათ ძალიან კარგი უნაგირი უნდათ 200-300 ლარში. ჩემი ცხენის ხამუთი 250 ლარი და უნაგირი როგორ ეღირება 300 ლარში. ეგ პირველი. წარმოდგენ არა გაქვთ რავის ტყავები. ხო, აი ტყავები რა. რო იყიდო ტყავი. ეგ ერთი ჯამდაბა სიყიდოს. მეორე უნაგირი გაიგეთ ყველა ვისაც უნაგირი უნდა. იკერება ცხენზე ინდივიდუალურად. ანუ შენ ცხენზე. როგორც ადამიანზე არ შეიძლება ერთი და იგივე შავი კოსტუმის მოხმარება, ჩაცმა, ისევე არ შეიძლება ოღონდ უნაგის რო გავდეს, აი ის უნაგის რო გავს, ან ბეჭებს გადაუტყავებს, ან ზრუს გადაუტყავებს, ან დიდი, ან პატარა, ცხენი შეიძლება ფაშატი იყოს, შეიძლება ულაყი იყოს, კარგად შენახული იყოს, გამხდარი იყოს. უნაგის რო კერავ, გვერდზე რო იტყვენ ცხენი და კეყენოს და ისე კერავდა მასზე. ხო. როდესაც თვითონ უნაგირი მინიმუმი, ეხლა მე ვიცი, კორიფეები არიან რა, დავით ჭალათაშვილი, რამაზ თეთრაშვილი, ლოდან მეგრელიშვილი, კიდე ახალციხეში, ვაიღმე თუ ჩემო, ზეძგენიძე, ხო, დათო დოლიძე, აი ეს ხალხი რა, რომელსაც ვიცნობ რომ უნაგირებს კერავენ. თუ გინდათ მათთან მიმართოთ უნაგირების ამბავი, მაგრამ არ გაინტერესებთ რა უჯდებათ მათ. აი მოდი რა თავი გავონებოთ, ხშირად იციან ესე რა გიჯდება? მე შეიძლება მასალა 2 კაპიკი დამიჯდეს ხახო. მაგრამ აი ის დრო და ნერვები რაც იმის შეკერვას უნდა 2 კვირა რო უნაგირის გაკეთებაში შემოუნდები, ხო? აგერ გენაცვალე ხალხი თხილი საკრეფად დადის და საათში 10-15 ლარს უხდიან. მივარ იქ და გავაკრიფა და გავაკეთებ. და უნაგირი კერო 2 კვირა და 300 ლარი ბატონო. 300 ლარი, ნეტო 300 ლარად მასა და მასჯავნია. კეხი ცალკეთა გაკეთეს. სამუცლეს ცალკე, სამკეთეს ცალკე, საძუეს ცალკე, მე ზიზილი პიპილები, მოკლედ რა. 200-300 ლარიანი უნაგირები ვიცი მე, კი, არსებობს. დაბურეს გაიღებთ, ფეხებს მოვაჭრით, ვიცე რა, ყველაზე კარგი ბაჩონკები რო იყო ადრე, ესეთია პირდაპირ. აიღებთ ადიენას 3-4 გადაკეთებთ და დაადგით ბატონო და იარეს ხვეწა შეგაროთ. კარგი უნაგირი ყველაზე მინიმალური რაც აჯდება ეს არის 1000 ლარი. აი რაც ჯდება შრომით იმით ხო და მე რა თქმა უნდა კერავი ცოტა თანხასაც ითხოვს. უკვე იმდეს ვერ მოითხოვს რაც მაგალითად სხვა პატარა რამეს რო აკეთებს და ხსიმეხა
მე ხამუთი უფრო მეყიდება ვიდრე უნაგინდა მქონდეს ერთი 3-4 თვე რომ არ იქა ვიღაცა იყიდის თუ არ იყიდის არა ბატონო ხამუთი დაიწყება ეხლა სექტემბერი და ნეტავი გიორგი მოასწროს მარტო შეკერვა აი უბრალოდ მომასწრებინა რა ადვილია არა ბატონო ერთი კარგი ცხენის ხამუთის შეკერვას მინიმუმ 5 დღე უნდა აი ცხენის ხამუთი რასაც ქვია რა დერმატინი და ნაფერისთან და ნამაიმუნარი როა ხო ბუბკებს და რაღაცებს და მატყლს უდებენ აი ზოგან პაკიშკას ეძახიან ზოგან რა ქვია რას ეძახიან მე თუ ჩემო პაკიშკაო წურბელა აი ერთი წამი გაჩვენეთ რა აი ბატონო ხო დაგვიდით აი სუჭილია ბალახი არის ჭაობის ამის გაშრობა ამის მერე დაპრესვა ადრე აკეთებდა ხოლმე ესე ძაფებს შემოუკრავდა ხოლმე თოკებს და აი ის თოკი რო გაწყდებოდა ჩემდეს ჭურმელა დაშლილი იყო მომსპარი იყო ხო და სამაგათარი აი 3 პარტია აქ დაპრესილი და დასკოჩილი ვაიარიკა ჩემტერი შიგნით შევიდეს ან სისვენე ან გაწყდეს ან ისა აი ჩემი ჭურმელები მინიმუმი 10 წელი ძლებენ კი შემილია გარეჯან მაგათაც ხამურის დერმატინი შემოვაკრა ჯეთი შალითა უნდა შალითა იგივე აი მაიკა ხომალ ჩვენდა ეს არის შალითა და სვეტოსო ჩავიწევს ისო აბა შალითა უკეთება აი მერე კეთდება ბატონო ის ტყავია თუ ისა ტყავსაც ჩერჩევა უნდა ტყავისი რომ მეთქა საქართველოში არ არსებობს არც იციან ბევრმა ხო რა შეიძლება კიდე ისე უნაგის დაუბრუნდები რბილი ტყავი უნდა იყოს მაღალი ხარისის ტყავი უნდა იყოს სკელი ტყავი მინიმუმი 4 მმ-იანი მამცნა იყოს სისქით ეს აი ბატონო დავითს და ბატონო რამაზე შეიკითხეთ დიდოსტატები არიან და ბატონი დავითი მე მგონი ტრადიციულად მოსდევს რა ვიცი ისტორიულად პაპამისი აკეთებდა და ეს როგორც ვიცი და როგორც მას ისა ქართული კინოფილმები ძველები რაც გადაღებულია როგორც გამიგია პაპამისის გაკეთებული უნაგირებია იქ ბაჭი აჭუკი და ესენი ხო და არ არის ხალხო ესე ადვილი გასაკეთებელი და 200-300 ლარიანი კიდე ეხლა ერთს გეტყვი უნაგირი ეხლა ცხენს უკვე აღარავინ ისე არ დაარბენებს უნაგირი უნდა ძირითადად აი მთის რეგიონებში ტურისტები რო დაყავთ ძალიან დიდი ბოდიშით რა თქვენ თუ გაქვთ ჭკუა არ ჩვენა ვართ ჭკუები ძალიან კარგად ვიცი თითოეულ ტრასაზე რამდენს იღებენ რა ქვია გამცილებლები 100 150 200 ლარით ერთ რო აიყვან და ჩამოიყვან 200 ლარი და ის არ გინდა რა ქვია 500 ლის თანხანდა გადაიხადო ბატონო და მე 10 წელიწადი შენ დაატარო ის ადამიანი მოემსახურო ასე რომ იაფი არაფერი არ არსებობს კარგი და იაფი არ არსებობს იაფი არსებობს ჩინური მასალა შეხედავ გააწყაპულებ ფესესმენების იყიდა მეორე დღეს ჯერი გაზრება ეგრეა რა საერთოდ მე მიმასწავლე რომ ყავზე თითქოს უნაგირი დიდოსტატები იყვნენ ისინი ლეკები დაღესტანი ოი დაღესტანი ინგუში თი ჩეჩები არა ჩეჩები იმდენად არა ყაბარდოელები ეგენი აკეთებენ მაგათთან ურთიერთობა მაგრა როცა მაგათთან აკეთებას უყურებ პირი მჩება ღია რა რებს აკეთებენ რა ჯერ მარტო საკერავი მანქანები აქვს რომელიც 5 და 10000 ნუ ლარიღის რა შეიძლება მე ცაცხალი პანდოლსკი მაგდა მაგას რო ჩივილი შეძუ საგამდე დავხრეთავდნენ კიდევაც რა იმას ვაგეინებ მე ასეა რა ბატონო იაფი არაფერი არ არის ხალხო და ნუ გამოგვიყვანთ ჩვენ ამ ხელოსებს რუსულად შორნიკს ეძახიან
უთოფო ყაჩაღებს, არა ვართ უთოფო ყაჩაღები, ხელოსნები ვართ ბატონო. მადლობთ ყურადღებისათვის.